ჩემთვის ხელოვნება გამოხატვის ყველაზე დახვეწილი ფორმაა. თუ შეძლებ გადმოსცე, რასაც გრძნობ, არ დაგივიწყებენ. ხელოვანის შემოქმედებას საზღვარი არ აქვს. შეგიძლია თავისრულებად შექმნა ნამუშევრები, თუმცა საკმარისი არ არის, უბრალოდ ხელოვნებას ემსახურებოდე. რასაკვირველია, თავად მშვენიერება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ეკოლოგიურიც უნდა იყოს. ჩემი სახელია გილერმო გარსია. მე ვენესუელელი დიზაინერი ვარ და შევქმენი ქსოვილის ახალი ხაზი, რომელიც მხოლოდ გადამუშავებული მინის ნედლეულისგან მზადდება. როდესაც ქუჩაში ან რომელიმე მაღაზიის ვიტრინაში ჩვენ მიერ დამზადებულ ჩანთას დაინახავ, ჩათვალე, რომ მომავალს უცქერ. აი, სწორედ ამას ვემსახურებით. ჩვენი ნივთების უნიკალურობას განაპირობებს მისი მასალა, რომელიც აქამდე არავის გამოუყენებია. ეს მასალა, რომელიც ეკოლოგიურია, მხოლოდ გადამუშავებული ნედლეულისგან მზადდება. ამ შემთხვევაში მინისგან მიღებული ჩვენი ქსოვილისგან ნებისმიერი ნივთის შექმნა შეგვიძლია. ჩვენი საკუთარი ტექნოლოგიის მიხედვით მინის მძივებისგან ულამაზეს ქსოვილს ვამზადებთ, რომელიც 30,000 პაწაწინა კრისტალისგან შედგება. რომლის წყალობითაც ქსოვილს ენიჭება ელასტიურობა და ფერადოვნება. ეს ქსოვილი ტყავის, აბრეშუმის ან ბამბის ქსოვილივით ნაზია. ეს მეტია ვიდრე სილამაზე. ეს პასუხისმგებლობის მქონე სილამაზეა. გვინდა ვიყოთ ისეთი ხელოვანები, რომლებიც ცვლილებას ემსახურებიან და აჩვენებენ ხალხს, თუ როგორი შემოქმედებითი ნიჭი შეიძლება ჰქონდეთ ვენესუელელებს, თუ რისი მიცემა შეგვიძლია ინდუსტრიისთვის. ჩვენი ქსოვილის ბრენდი 2017 წელს დავაარსეთ. მიწვეულები ვიყავით პარიზის მოდის კვირეულზე. ისეთი განცდა მქონდა, რომ ყველა ერთსა და იმავე მასალას იყენებდა. ჩემთვის ვიფიქრე, მინდა გამორჩეული ვიყო მეთქი. დავფიქრდი იმაზე, თუ რა მომწონდა ყველაზე მეტად და მივხვდი, რომ ეს ბრჭყვიალა ნივთები იყო. დავხუჭე თვალები და წარმოსახვაში დავინახე მინისგან დამზადებული ჩანთები და ძალიან მომეწონა. მომეწონა მათი გამოსახულება, თუ როგორ ლამაზად ირეკლავდა სინათლეს. და ვიფიქრე, მაინც როგორ უნდა ვაქციო ეს რეალობად მეთქი. და სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი. გილერმო გარსია უბრალოდ განსხვავებული ბრენდი არ არის. მისი მიზანია შექმნას განსხვავებული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვეხმარებით ვენესუელაში ხელოვანებს. ამჟამად ვასწავლით კლასიკურ, თანამედროვე და ტრადიციული ცეკვის დისციპლინებს. ჩვენი ინსტიტუტის მიზანია, რომ ამ მოცეკვავეებმა სკოლა დაამთავრონ საშუალო დონის კვალიფიკაციით და შემდეგ დახვეწონ ხელოვნება და ავიდნენ პროფესიონალის დონეზე, უკვე არტისტული ცეკვის სამყაროში. ამ ეტაპზე ჩვენი პრობლემა ის არის, რომ შესაკეთებელია ბევრი რამ, მაგალითად ხის იატაკის შეკეთება საკმაოდ ძვირია. მათ ვეხმარებით, რითაც ამჟამად შეგვიძლია. იქნება ეს განათების, კარის თუ კედლების შეკეთება, რომ მათი სივრცე რამდენადაც შესაძლებელია, კომფორტული იყოს, რათა მოცეკვავეებმა მხოლოდ ხელოვნებაზე იფიქრონ. ჩვენი ცეკვის სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ვინმე გიდგას გვერდით, როგორიც გილერმოა. ყოველთვის კარგია, როცა გრძნობ, რომ მხოლოდ ჩვენთვის კი არ არის მნიშვნელოვანი ის, რასაც ვაკეთებთ, არამედ გილერმოს მსგავს ხელოვანსაც სურს, ხელი მოგვაშველოს და ერთად ვიმუშაოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელოვნებას ვქმნით, ამიტომ ძალიან გვავსებს შინაგანად ის განცდა, რომ შეგვიძლია ასეთი სკოლა განვაახლოთ. გვინდა ვიმუშაოთ, რათა სხვების დახმარებაც შეგვეძლოს. ამიტომაც ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი ხელოვანისა და ხელოსანისთვის, რომელსაც სურს თავი გამოცადოს ნებისმიერ სფეროში. ამ ბრენდთან მუშაობამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ჩემი ცხოვრების რიტმი, რადგან უფრო პასიური ცხოვრება მქონდა. ახლა ბევრად უფრო ენერგიული ვარ. როცა ჩანთები ვნახე, დავინახე, რომ ისინი ბევრად უფრო ბრჭყვიალა იყო ვიდრე სხვები. ჩვენ პროდუქტს დიდი სიყვარულითა და თავდადებით ვამზადებთ. თითოეულ დეტალს ვაქცევთ ყურადღებას და თუნდაც სამუშაო დღე გაგვიგრძელდეს, მაინც კმაყოფილები ვართ. ეს ამთავარი. ნამდვილად დიდი კმაყოფილების გრძნობა გეუფლება, როდესაც ისეთ რამეს ქმნი, რომელიც გარემოზეც ზრუნავს, რომელსაც მოაქვს ცვლილება. ქმნის სამუშაო ადგილებს და ეხმარები ხელოვანებს ვენესუელაში. გუნდური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის განვითარების გასაღები. ჩვენ 10 კაციანი გუნდი გვყავს.
და გვაქვს შთაგონება, რომ უფრო წინ წავიდეთ, რაღაც შევცვალოთ, ვიყოთ ახალი მოძრაობა, რომელსაც მსოფლიოში აღიარებენ. ამჟამად არ გვაქვს შესაბამისი რესურსები, რომ მინა ვენესუელაში გადავამუშაოთ. ამ პროცესს შესაბამისი დანადგარები სჭირდება და საერთაშორისო მომწოდებებთან ვთანამშრომლობთ. It's a process that requires special machinery. So we work with an international provider. ჩვენი მიზანია, რომ ვენესუელა საერთაშორისო მოდის ბაზარზე ფუფუნების საგნების მიმწოდებლად ვაქციოთ. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე სერიოზულ მაღაზიასთან ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. იყო განსხვავებული ნიშნავს, რომ შეგეძლოს ისწავლო. უნდა განაგრძო ძიება იმისა, რასაც გრძნობ, რომ დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. არასოდეს შეწყვიტო იმის კეთება, რაც გიყვარს და არ თქვა უარი ოცნებებზე. Pursuing what you want, pursuing your dreams.